საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნედი. გამარჯობა. ჩვენი გაკვეთილის თემაა ადაპტაცია. ბუნებრივი გადარჩევის შედეგად წარმოიქმნება ადაპტაციები. ადაპტაცია არის ორგანიზმის მორფოლოგიური, ფიზიოლოგიური ნიშან-თვისებები, რომლებიც ეხმარება ორგანიზმს იარსებოს მოცემულ საარსებო გარემოში და დატოვოს შთამომავლობა. განარჩევენ ადაპტაციის რამოდენიმე სახეს. ეს არის ფიზიოლოგიური, ქცევითი და სტრუქტურული ადაპტაციები. იქამდე სანამ კონკრეტულად განვიხილავდე თითოეულ მათგანს, უბრალოდ ერთი მაგალითის საფუძველზე ნახოთ რა ადაპტაციები უვითარდება ორგანიზმებს თავის არსებო გარემოსთან დაკავშირებით. გავიხსენოთ ფრინველების ადაპტაციები ფრენასთან დაკავშირებით. იმისთვის რომ იფრინონ, ფრინველებს სჭირდებათ მსუბუქი სხეული. ამასთან დაკავშირებით მათი ძვლები ღრუიანია და ჰაერითაა ამოვსებული. წინა კიდურები ფრთებადაა გადაქცეული, სხეული ბუმბულითაა დაფარული. სხეულის შემსუბუქების მიზნით მათ გააჩნიათ მოკლე ნაწლავი, დედრებს მხოლოდ ერთი საკვერცხე, სადაც თითო-თითოდ მწიფდება კვერცხები. მათ გააჩნიათ სრულყოფილი სისხლის მიმოქცევის და სუნთქვის სისტემები, რაც უზრუნველყოფს ორგანიზმის ენერგიით მომარაგებას. ეს ადაპტაციები ფრინველებს ეხმარება იარსებონ თავიანთ საარსებო გარემოში, კერძოდ ჰაერში. განვიხილოთ ადაპტაციების სხვადასხვა ფორმა. დავიწყოთ ფიზიოლოგიური ადაპტაციებით. ფიზიოლოგიური ადაპტაციის მაგალითია ჰომეოსტაზი. ორგანიზმის შინაგანი გარემოს შედგენილობის მუდმივობის შენარჩუნება. ანუ ორგანიზმში არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფენ შინაგანი გარემოს შედგენილობის მუდმივობას. ფიზიოლოგიურ ადაპტაციას მიეკუთვნება აგრეთვე ზაფხულის ძილი, ზამთრის ძილი, განგური, ფოთოლცვენა შემოდგომაზე და ასე შემდეგ. ორგანიზმებს განუვითარდათ აგრეთვე ქცევითი ადაპტაციები ბუნებრივი გადარჩევის შედეგად. მაგალითად, ქცევითი ადაპტაციის კონკრეტული მაგალითებია ფრინველთა მიგრაცია თბილ ქვეყნებში, ან ცხოველთა მიგრაცია საკვების ნაკლებობის შემთხვევაში ერთი ადგილიდან მეორე ადგილას. ქცევით ადაპტაციებს მიეკუთვნება გამაფრთხილებელი პოზა სხვადასხვა ორგანიზმების, რითაც ისინი აშინებენ მტერს. ასევე ქცევითი ადაპტაცია საქორწინო რიტუალები, ორთაბრძოლები და ასე შემდეგ. რაც შეეხება სტრუქტურულ ადაპტაციებს, იგი შეეხება ორგანიზმის სხვადასხვა მორფოლოგიური ნიშან-თვისების განვითარებას. მაგალითად, სტრუქტურული ადაპტაციებია ფრთების განვითარება ფრინველებში, ასევე ღამურაში, რომელიც წარმოადგენს ძუძუმწოვარს და არა ფრინველს, მწერებში და ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ სამივე მათგანი ფრენით გადაადგილდება. სტრუქტურული ადაპტაციის მაგალითია კანქვეშ ცხიმის სქელი ფენის განვითარება იმ ორგანიზმებში, რომლებიც ცივ გარემო პირობებში ბინადრობენ და ასეთ შემთხვევაში ცხიმი ასრულებს თბოიზოლატორის ფუნქციას. ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა შეფერილობითი ადაპტაცია და განარჩევენ შეფერილობითი ადაპტაციის რამდენიმე სახეს. ეს არის მფარველობითი, გამაფრთხილებელი და მიმიკრია. დავიწყოთ მფარველობითი შეფერილობით. ძალიან ბევრ ორგანიზმს განუვითარდა მფარველობითი შეფერილობა, ანუ შეფერილობა, რომლის წყალობითაც ისინი არ ჩანან საარსებო გარემოში. თქვენ ეკრანზე ხედავთ ასეთი შეფერილობის სხვადასხვა მაგალითებს. აღმოჩნდა, რომ მწვანე გარემოში მცხოვრები ორგანიზმების უმრავლესობა მწვანეა. უდაბნოში მცხოვრები ორგანიზმები მოყვითალო მოყავისფრო ფერის შეფერილობისაა, ხოლო არქტიკულ უდაბნოში მცხოვრები ორგანიზმები თეთრი შეფერილობისაა. ეს ეხმარება მათ შეუმჩნეველნი აღმოჩნდნენ მტრებისთვის, ასევე ეხმარება მტაცებლებს შეუმჩნევლად დაესხან თავს თავიანთ მსხვერპლთ. კლასიკური მაგალითი მფარველობითი შეფერილობის გახლავთ ქამელეონი, რომელსაც შეუძლია სხვადასხვა გარემოში სხვადასხვა ფერის მიღება.
ასევე მფარველობითი შეფერილობის მაგალითი არის დისრუპტული შეფერილობა, როდესაც ორგანიზმს გააჩნია მკვეთრი ზოლები, ხალები, მაგალითად როგორიცაა ზებრა, როგორიც არის ვეფხვი, პანტერა. ასეთ შემთხვევაში მთლიან ფონში ორგანიზმის შეფერილობა იკარგება და შეუმჩნეველი ხდება ასეთ გარემოში. ორგანიზმებს განუვითარდათ აგრეთვე გამაფრთხილებელი შეფერილობა. ეს ძირითადად დამახასიათებელია ისეთი ორგანიზმებისთვის, რომელთაც აქვთ თავდაცვის სხვადასხვა სამარჯვები. მაგალითად, მსუსხავი ძაფები, როგორც გააჩნია ჰიდროიდულ პოლიპებს, ასევე შხამიანი ჯირკვლები, როგორც ტროპიკულ ბაყაყს და ასე შემდეგ. მაგალითად, გამაფრთხილებელი შეფერილობა გააჩნია ჭიამაიასაც, რომელსაც შეუძლია მწველი არასასიამოვნო სითხის გამოყოფა, რაც აშინებს და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს მის მტერ ფრინველებს. კიდევ ერთი ფორმა შეფერილობის ეს გახლავთ მიმიკრია, როდესაც ორგანიზმი ემსგავსება უკეთესად დაცულ ცოცხალ ორგანიზმს ან არაცოცხალ ბუნებას. მაგალითად, მიმიკრიის კარგი მაგალითია კრაზნის მსგავსი ბუზების წარმოშობა, რომლებიც გარეგნულად ძალიან გვანან კრაზანას, თუმცა არა აქვთ ისეთი დამცავი საშუალებები, როგორც კრაზანას. მათი გარჩევა ძალიან ძნელია მტრებისთვის, ამ შემთხვევაში ფრინველებისთვის და ისინი უკეთესად დაცულად გრძნობენ თავს. ასევე მიმიკრიის მაგალითია საჭმელი სოკოების და შხამიანი სოკოების მსგავსებაც. ამ შემთხვევაშიც საჭმელი სოკოები უფრო დაცულები არიან ამ მსგავსების წყალობით. ზოგ შემთხვევაში ცოცხალი ორგანიზმები ემსგავსებიან ასევე არაცოცხალ ბუნებას, ქვას, ასევე შეიძლება ჩხირს დაემსგავსონ და ასე შემდეგ. და როგორც უკვე ვთქვი, ეს ემსახურება მათ უკეთესად დაცვას ამ საარსებო გარემო პირობებში. მაგრამ რაც არ უნდა ადაპტაცია ჰქონდეს ცოცხალ ორგანიზმს, ადაპტაცია არასოდეს არ არის აბსოლუტური. იგი ყოველთვის ატარებს შეფარდებით ხასიათს. მაგალითად, თეთრი კურდღელი არ ჩანს თეთრ თოლზე, მაგრამ როდესაც იგი გადაირბეს ხეების ჩრდილზე, მაშინ იგი კარგად ჩანს. კუ კარგად არის დაცული თავის ბაკნით, ჯავშნით, მაგრამ როდესაც ფრინველი აიტაცებს მას და შემდეგ დიდი სიმაღლიდან ჩამოაგდებს, ბაკანი სკდება და მისი სხეული უკვე შეიძლება რომ მიიღოს მისი სხეული ხელმისაწვდომი ხდება ამ ფრინველისთვის. ასევე მიუხედავად იმისა, რომ გველები კარგად დაცულები არიან, არსებობს ფრინველ მდივანი, რომელიც ანადგურებს გველებს, ლანგუსტები ასევე, რომლებიც გველებით იკვებებიან. ასე რომ, აბსოლუტურად დაცული ორგანიზმები არ არსებობენ და ადაპტაცია ნებისმიერ შემთხვევაში შეფარდებით ხასიათს ატარებს. ახლა შევეცადოთ კონკრეტული მაგალითები შეუსაბამოდ ადაპტაციის სახეებს. მაგალითად, ფოთლები ცვილითაა დაფარული. ეს რასაკვირველია გახლავთ სტრუქტურული ადაპტაციის მაგალითი და ასეთი ფოთლების ცვილით დაფარვა ემსახურება ფოთლების მიერ წყლის აორთქლების შემცირებას. ბაგეები დღისით იხსნება, ღამით კი იხურება. ეს რასაკვირველია გახლავთ ფიზიოლოგიური ადაპტაცია. აზოტის გამოყოფა შარდმჟავას სახით. ესეც გახლავთ ფიზიოლოგიური ადაპტაციის ერთ-ერთი სახე და ემსახურება იმას, რომ უდაბნოს ცხოველებმა რაც შეიძლება ნაკლები რაოდენობით სითხე დაკარგონ. ცხოველის დამალვა სოროში. ეს გახლავთ ქცევითი ადაპტაცია, ორგანიზმი თავს იცავს ასე მტრებისგან, ან როდესაც ძალიან მაღალი ტემპერატურაა, ასეთ შემთხვევაში ცხოველები იმალებიან სოროში და ასე უძლებენ მაღალ ტემპერატურებს. ზაფხულის ძილი გახლავთ ფიზიოლოგიური ადაპტაციის ერთ-ერთი სახე. გრძელი ფესვების განვითარება, განსაკუთრებით მაგალითად უდაბნოს მცენარეებში, ეს სტრუქტურული ადაპტაციაა და მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ მცენარეებმა შეძლონ ნიადაგის მიწის უფრო ღრმა ფენებიდან შეიწოვონ წყალი და მასში გახსნილი მინერალური მარილები. უდაბნოს მცენარეების მოკლე სასიცოცხლო ციკლი. ეს გახლავთ ფიზიოლოგიური ადაპტაციის
მაგალითი და ემსახურება იმას, რომ უდაბნოს მცენარეებმა შეძლონ მოკლე პერიოდში დატოვონ შთამომავლობა, ანუ კონდეთ რეპროდუქციული წარმატება. ამგვარად, დღეს ჩვენ განვიხილეთ ადაპტაციის სხვადასხვა ფორმა, თითოეული მათგანი დავახასიათეთ, კონკრეტული მაგალითები განვიხილეთ და დავწმუნდით იმაში, რომ ადაპტაცია ეხმარება ორგანიზმებს გადარჩნენ არსებობისთვის ბრძოლაში, შეეგუონ კონკრეტულ საარსებო პირობებს, თუმცა ადაპტაციები ატარებს შეფარდებით ხასიათს. ამით ჩვენი გაკვეთილი დამთავრებულია. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.